მოგესალმებით. ვაპატიეთ იმ ცოტა რთული თემაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ მაინც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. და ოდნავ უნდა გადავუხვიო, იმიტომ რომ სუიციდის ნეობრივი დისკურსი ეს არის ერთი ძალიან დიდი თემა, რომლის გარშემოც მე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სტატიები მაქვს ამ სახით გამოქვეყნებული და აი ამ კვლევაში წელს გამოქვეყნდა ეს ასპექტს ეხებოდა. აი ამიტომ ცოტათი ცელი შესავალი იქნება, ნამდვილად არ გადაგვხლით, ძირითად აქცენტებზე ვისაუბრებ და ძალიან მნიშვნელოვანი არის სუიციდის ფენომენის და სუიციდის დისკურსის გარკვევა ჩვენი ეთნოფსიქოლოგიისა და ეთნოკულტურის თვალსაზრისით. იმიტომ რომ აი სრულიად სხვა გზა იკვეთება, რომელიც განსხვავდება როგორც მუდმივად ქართულ წერილობაში არის ხოლმე დისკურსი დასავლურ და აღმოსავლურ მსოფლმხედველობას შორის და აი აქ როგორც რიცხვთა სიმბოლიკიდან გამომდინარე რაღაც სრულიად სხვა განსხვავებული მესამე გზა არის მოწოდებული. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სუიციდზე ფიქრი თავისთავად, როდესაც ადამიანი თავად ახდენს სიცოცხლის ხელყოფას, ძველი ცივილიზაციებისთვის ეს ჩვეულებრივ ნორმას წარმოადგენდა, ოღონდ ეს ნორმა იყო თავისუფალი მოქალაქეებისათვის, როგორც ანტიკურ, ასევე ელინისტურ პერიოდში, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობდა და ერთ-ერთი ყველაზე უძველესი წყარო ამისა არსებობს. აი ეგვიპტური წყარო, სადაც აღწერილია იმაზე, რომ ღირს კი ვიტანჯო და სულიერი ტრამვა მივიღო, ჩავეჭიდო ცხოვრებას, თუ თავად დაუსვა წერტილიო. აი შორეული პერიოდშიც კი რაღაც ამ დილემის წინასე ხშირად დგებოდნენ ხოლმე. ყველასათვის კარგად ცნობილია, როცა განსაკუთრებით ანტიკურ სამყაროს ვეხებით, რომ და ვთქვით, რომ აი თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო, ოღონდ მას არ უყურებს წინაშე უნდა გარკვეულად თავი ემართლებინა და დაესაბუთებინა, რომ რატომ ხდება ეს სნეული არის, რაღაც ბედისწერამ გამოიწვია მისი აი სუიციდალური განწყობა და ფიქრი და აი ყველა ჩემ წერილში რაღაც უფრო გასაგები და რომ იყოს ხოლმე მე ვიყენებ სუიციდთან დაკავშირებით სულის რყევას და როდესაც აი ადამიანს ასეთი ძლიერი სულის რყევა ეწყებოდა, ის იწყებდა ამის დასაბუთებას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო ციკუტას ესე იგი შვამით ხდებოდა ხოლმე, ხდებოდა როცა საჭმელს აიკრძალავდნენ, ეთყობა რაღაც ისეთი ტიპის ის იყო, რომ ღვინით ხდებოდა აი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, თუ წყალგაუზავებელ ღვინოს მიიღებდნენ ხოლმე, თუმცა აი სხვადასხვა ტიპის ისიც არის ხოლმე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დაწყებული გადმოცემის თანახმად ჰომეროსთან ეს როგორ ხდება, რომ ასევე თვითმკვლელობით დაასრულა მან ცხოვრება, როგორც გადმოცემა მოგვითხრობთ, რომ რაღაც გამოცანავენ ამოხსნა სწორად, მაგალითად ემპედოკლემ, როდესაც რაღაცაში ბოლომდე ვულკანის და მის ბუნებას ბოლომდე ვერ ჩახვდა და ამიტომ ესე იგი თვითმკვლელობა ძალიან ესეთი ფორმით დაასრულა, კრატერში პირდაპირ ჩახვდა და ძალიან მძიმე იყო ამ ტიპის. დიოგენემ საერთოდ მთელი თავისი თავისებურებიდან გამომდინარე მოსაცხამი როგორ გადაიფარა და ასე შემდეგ. და თვითმკვლელობა ზოგადად იმდენად გავრცელებული მომენტი იყო, რომ და მე რომ ვთქვი, რომ ეს შეეძლო მარტო თავისუფალ მოქალაქეს, რომ ძველ რომში მაგალითად გარკვეულ პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში ეპიდემიასავით იყო მოდებული მონათა თვითმკვლელობა. და აი რაც არ უნდა პარადოქსულად მოგოჩვენოს, როცა მონათა ბაზარზე მონას ყიდულობდნენ, 6 თვიანი გარანტია იყო, თუ ახალი მფლობელის ხელში 6 თვე რომ გავიდოდა ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, მაშინ თანხას უკან უბრუნებდნენ, იმიტომ რომ მას ისეთი ძლიერი ფსიქიკა არ ჰქონდა. აი ასევე ვრცელდებოდა ლეგიონერებთან დაკავშირებითაც და ლეგიონერი, რომელიც გადაწყვეტდა, რომ თავი მოეკლა და თუ ვერ განახორციელებდა, მერე მას უკვე სიკვდილით სჯიდნენ. სხვათა შორის აი ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ ყველაზე რთული და ადამიანი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, ძალიან გულადი იყოს, მაგრამ აი გაცილებით რთულია სიცოცხლე მოისწრაფოს
და როგორც აღმოსავლეთში ინდო-ბუდისტურ სამყაროში ძალიან განსაკუთრებით ცინის დინასტიის დროს გავრცელებული იყო საიმპერატორო ყველაზე ისეთი საბჭოები, როდესაც განაჩენის გამოტანა ხდებოდა, რომ ადამიანს თავად უნდა ესე იგი განშორებოდა სიცოცხლეს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაემთავრებინა. ამისთვის ხშირად იყო ხოლმე რაღაც საწამლავის სხვადასხვა ესეთი ფორმითაც ხდებოდა, იმპერატორი თავად უბრძანებდა და იყო კიდე რაღაც თხელი ოქროს ფირფიტები, რომელიც ენის ქვეშ უნდა დაედოთ, როცა გადაყვაყდა, ბუნებრივია ის უკვე კვდებოდა, იხრჩობოდა და ძალიან ძნელი იყო სწორედ აი ასეთი ფორმით საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფება და არის ერთი ძალიან საოცარი მომენტი აღწერილი ეს ტიბერიუსის დროს იყო ასეთი კონსული პეტი, რომელსაც ტიბერიუსმა გამოუტანა განაჩენი რომ სიცოცხლე სწორედ ესე იგი ეჭვი შეიტანეს მაშინ რომ ის იყო მოღალატე და რა თქმა უნდა განაჩენი იყო გამოტანილი და თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა ცხოვრება. ძალიან გულადი იყო, ძალიან გაბედული იყო და რაღაც გარკვეული მთელი 3 დღის განმავლობაში ჭოჭმანობდა და ეს არც ისეთი მარტივი იყო, რომ ეს მოქმედებინა და აი საოცარი ის არის სწორედ ეს ეხება უკვე გრძნობას, მასზე შეყვარებული მეუღლე არია, რომელმაც ქარქაშიდან ეს სათევარიდან ეს ხმალი მეუღლეს ამოაცალა, მუცელი გამოიფატრა და მისი სიტყვები იყო პეტ ეს სულაც არ არის რთული და როცა დაინახა რომ ჯერ პირველ ეს მისმა მეუღლემ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ნამდვილად არ უნდოდა რომ ვინმეს მის სიმამაცეში ეჭვი შეგვაროდა. მე მინდა გითხრათ რომ როდესაც აი სუიციდთან დაკავშირებით ვსაუბრობ, დამოკიდებულება იყო ასეთი ძველი ცივილიზაციების შემდგომ პერიოდში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპზე, რომ ვიცით რომ თავისთავად მაცხოვრის მოწამეობრივი გზის მას წარმოადგენდა ერთ-ერთ წარმოადგენდა მარტვილობათა ჟანრში ეს ჩვეულებრივად ეს ფორმა და ეს არ აღიქმებოდა თვითმკვლელობად, მაგრამ ხდება ის რომ 452 წელს არლის კრებაზე, საეკლესიო კრებაზე სუიციდი გამოცხადა ეშმაკისეულად ადამიანი ვინც ამით ჩადიოდა რომ ის იყო შეპყრობილი და ბუნებრივია აი ამ პერიოდიდან ეს უდიდეს ცოდვად ითვლება. ძალიან თავი რომ არ შეგაწყინოთ ამ შესავალით, მინდა გითხრათ რომ მთელი 1000 წლის აი არლის კრებიდან მოყოლებული წარმოიდგინეთ, საოცარი სტიგმა არსებობდა მთელს ევროპაში, დაახლოებით აი 19 საუკუნის 30-იან წლებამდე ეს სტიგმა არსებობდა იმასთან დაკავშირებით და რაც არ უნდა ცოტა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, სხვათა შორის ყველაზე სისასტიკით გამოირჩეოდა ინგლისი და ეს როგორ ხდებოდა ადამიანი რომელიც თვითმკვლელობით ასრულებდა ცხოვრებას, მას აი გზაჯვარედინზე მის უკვე ცხედარს დადებდნენ, მას სახეზე დიდ ლოდს დააქარებდნენ, გულში რაღაც სოლს ჩაარჭობდნენ და იყო კიდე აი სანამ თქვა გზაჯვარედინზე დადებდნენ, ევროპაში ეს ძალიან გავრცელებული იყო საფრანგეთშიც, მიცვალებულ საჩვენებლად ქუჩებში დაატარებდნენ და ყველაზე საოცარი მომენტი იყო ის, რომ სტიგმა არსებობდა ამასთან დაკავშირებით და მარტო თვითონ ესე იგი ვინც ეს ნაბიჯი გადადგა ბუნებრივია წესარავებდნენ მას და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე სასწაული იყო ის კანონები, აი განსაკუთრებით ლუდოვიკო მე-14 საოცრად გამკაცრა, რომ და ეს პრაქტიკა ვრცელდებოდა ყველგან, ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, პირდაპირ მემკვიდრეც რომ ყოფილიყო თუ დიდგვაროვანი იყო, გერბს წვავდნენ, ანადგურებდნენ, ესე იგი, აი ის იმ კეთილშობილური მის ღირსი არ იყო, ზოგან იყო ხოლმე რომ მიცვალებულს წვავდნენ, სწორედ იმ ნიშნით, რომ აი ის იყო შეპყრობილი, სწორედ დემონურმა ძალებმა დაისადგურა მასში და აი ამ ფორმით უნდა მოხდარიყო კი ბატონო. ეს ეკონომიკასთან ხო იყო კავშირში, მოსახლეობა რამდენი იყო მასში? აი მაგასთან დაკავშირებით მაგალითად ძალიან საინტერესო დაკვირვება აქვს აკუნინს, როდესაც აი ესკიმოსებთან დაკავშირებით მისიონერები ჩანაწერი არსებობს 19 საუკუნეში, როდესაც
აღმოაჩინეს ესკიმოსების რაღაც კონკრეტული დასახლება და იქ იყო ასეთი რაღაცა, რომ ვინც დაუძურდებოდა, ეს პრაქტიკა იგივე ვესტგოთებთანაც არსებობდა, ხო, რომ ვინც უძულური იყო, მოხუცებული იყო, მათი განკვეთა და ისინი იმიტომ რომ სწორედ ერთგვარი გადარჩევა ხდებოდა და როდესაც ამ მისიონერებმა იქადაგეს, როდესაც ისინი მოაქციეს ქრისტიანულ ჯულზე და სულ რაღაც 10 წლის მერე რომ მივიდნენ იმ ადგილზე, მთლიანად გაწყვეტილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ იყო შიმშილი ის პირობები და როდესაც ესეთი გამოხშირვა არ მოხდა, მთლიანად ის კონკრეტული თემი უკვე აღარ არსებობდა. ეხლა, როდესაც ამ თემაზე არის ლაპარაკი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბუნებრივია თავისთავად სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება არსებობდა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც სუიციდზე არის ხოლმე საუბარი, იგივე დაწყებული ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული და იგივე პლატონის სწორედ სოკრატეს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობს, როდესაც საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ წერს ასეთ რაღაცას, რომ სიკვდილზე უნდა იფიქროს ადამიანმა, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ ფიქრობს სიკვდილზე, ეს უსიზმრო ძილს ნიშნავსო და აქვე განმარტავ, რომ ყველგან აბსოლუტურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ძილი ეს არის სიკვდილის იმიტაცია და პირველად ძველი აღთქმის წიგნებში, იობის წიგნში ჩნდება ტერმინი მიძინება და იცით როგორ ყველგან მეტნაკლებად სხვადასხვა ფორმით ხდებოდა, რომ ჩაძინებულ ადამიანს როგორ არ აღვიძებდნენ რაღაც, რომ უცებ არ მოსული, ისინი თვლიდნენ, რომ მომენტში ეს მარტო ეგვიპტურ მითოლოგიაში კი არ იყო, რომ სული ორ ნაწილად კადაბად გაყოფილი, რომელიც დამოგზაურობდა ფრინველის ტანით, შევარდნის ტანით, მერე უკან დაბრუნდებოდა სიზმრისეული შთაბეჭდილებებით, ძალიან უფრთხოდნენ ხოლმე, რომ არ დაეზიანებინათ. სხვადასხვა პლუტარქესა ძალიან საინტერესო, ესე იგი, ანტიკურ პერიოდში კეთილშობილური და ესეთი ფორმით ხდებოდა შეფასება ამ ყოველივესი ღირსეული სიკვდილითაც, როცა ადამიანი შეიგრძნობდა, რომ თავისთავად მან უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობა და კიდევ არის ესეთი მინიშნება, როდესაც წერს სწორედ პლუტარქე, რომ ადამიანი მაშინ უნდა განეშოროს სიცოცხლეს, როდესაც ყველაზე ბედნიერია, ყველაზე სრულყოფილია, როდესაც თავისი განვითარების პიკს მიაღწია, თვითშემეცნების გარკვეულ პიკს მიაღწია, სწორედ მაშინ უნდა გავიგეს, მე ვხმარობ ხოლმე ცოდნებთან ის ტერმინის მიშველიებ ხოლმე ცხოვრების ამასცენა, რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც თვითონ ყველა რეპლიკა ამოწურა, სწორედ მაშინ უნდა მოხდეს ხოლმე გასვლაო. ჩვენ ვიცით, რომ რაოდენ საინტერესო იყო კეთილშობილური თვითმკვლელობები თავის ესეებში მონტენი, როდესაც იგივე ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსთა ბიოგრაფიულ პერიპეტიებზე როგორ საუბრობს. როდესაც იგივე ჯონ დონდის მიერ თავისთავად, როდესაც მოწურება და ბიათანატოსი, სადაც კეთილის, სიკვდილის და სუიციდის პარალელურად, როდესაც ასეთი სტიგმა არსებობს და ამ ფორმით ხდება ხოლმე საუბარი, რომ იმ სიკეთის მარცვლის, მაგრამ აქ ხდება სწორედ ისეთი მომენტი, რომ მათ იცოდნენ, რომ ძალიან საცალფეხო იმაზე გადიოდნენ, ისევე როგორც ძალიან ესეთი მხატვრულ აზროვნებაში, რომ თქვა, გოეთე პირდაპირ წერს თავის დღიურებში იმის შესახებ, რომ როდესაც შარლოტა ბლუფმა უარი უთხრა მას, რომ ცოლად გაყოლოდა და მისი მეგობარი კესნერი არჩია, როგორ ფიქრობდა სუიციდზე, სუიციდალური ფიქრებით როგორ იყო შეპყრობილი და სწორედ შემოქმედ ადამიანს შეუძლია მარტო, რომ მთლიანად გაიხარჯა ეს ახალგაზრდა ვერტერის უნებანი, როდესაც დაწერა და ამან გადაარჩინა. თავისთავად იგივე წარმოიდგინეთ იმ პერიოდში რაოდენ დიდი სითამამე არის და რომ თავისთავად შექსპირის დრამატურგიაში, როდესაც თვითმკვლელობაზე ზოგ საუბარი, როდესაც პერსონაჟები ამას ჩადიან, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად ტაბუირებული თემა. ყველაზე მნიშვნელოვანი მონოგრაფია სუიციდთან დაკავშირებით თვითმკვლელობა, ესეთი მითი, ემილი დრუქჰაიმი გამოსცემს 1897 წელს. მოდით ახლა ჩვენ დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს, რომ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ ეთნოკულტურასა და ეთნოფსიქოლოგიაში ამასთან დაკავშირებით და მხატვრულ აზროვნებაში როგორ არის სუიციდი გააზრებული.
მინდა გითხრათ, რომ პირველად სუიციდთან დაკავშირებით მხატვრულ აზროვნებაში ხვდებით ვეფხვის ტყავსანში. და ძალიან საინტერესო არის ეს ეპიზოდი, თავისთავად სუიციდთან დაკავშირებით. ვეფხვის ტყავსანში სწორედ ჩოთა რუსთაველის იმიტომ არის გენიოსი და ვეფხვის ტყავსანი გამოირჩევა იმ ორმაგი კოდებით, გამოირჩევა იმ ქვეტექსტებით ეს ძეგლი, რომელსაც საკმაოდ კიდე სხვაგვარი გააზრება და წაკითხვა ჭირდება. ეს ეხება ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ეხება დავარს. და დამეთანხმებით ალბათ თუნდაც დღესაც რომ ჩვენ მოვინდომოთ განმარტება რას ნიშნავს სუიციდი, ისე ამომწურავად, ისეთი იმგვარი ფორმულირება მხატვრულ აზროვნებაში, რასაც ჩოთა რუსთაველი გვთავაზობს, დავარის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. სიცოცხლე გასაწყინარდა, სიცოცხლე გახდა მოსაწყენი, დანა დაიცა, დაეცა. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვეფხვის ტყავსანში დავარის თვითმკვლელობის საკითხთან დაკავშირებით, სიცოცხლის გასაწყინარების მხატვრული საზრისი გვაინტერესებდა დავარის ფენომენი, მინდა გითხრათ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა გარკვეული სტერეოტიპი რუსთველოლოგიურ კვლევებში, მერე ეს კვლევები კიდევ უფრო ძალიან საინტერესოა თავისთავად მე მქონდა ბედნიერება, როცა ლიტერატურის ინსტიტუტში სანამ წიგნი გამოვიდოდა საჯარო ლექცია მქონდა ზვიად გამსახურდიას ვეფხვის ტყავსნის სახის მეწყვალებაზე, იმიტომ რომ რუსთველოლოგიის განყოფილებაში იყო და ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, ეს ლექცია წაიკითხა, მაგრამ დავართან დაკავშირებით, რომ შავი მაგიის ადეპტი, რომელსაც ბუმერანგებით უკან დაუბრუნდა გრძნეული და სტერეოტიპული მომენტები ისე გაყვა ამ ყველაფერს, რომ რაღაც შეუწყნარებლობა დავარის მიმართ. არა და დავარი თავისთავად არის მსხვერპლი, მე როცა ვთქვი ორმაგი კოდით იკითხება მეთქი, იმიტომ რომ ფარსადანი რით განსხვავდება მერხე როსტევანისაგან, ხომ ეს ორი დიდი იმპერია, როცა არის არაბეთი და ინდოეთი, რომ ფარსადანი არის უკადრი მეფე, ძველ ქართულში უკადრობა ნიშნავს ამპარტავნებას, სულხან-საბა ამპარტავს ღირსება ადამიანს სიამაყე ჭირდება, მაგრამ ამპარტავნება არის ბრიყვული სიამაყე. და ეს უკადრი მეფე რო არის მეფეთა ზედა მხრობელი და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ პოლიტიკური ამბიციების გამო, რომ ინდოეთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აღმატებული ყოფილიყო, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ უბრალოდ ეს ვინ გააკეთა თავისთავად ეს მინიშნება პირდაპირ არ არის ამის შესახებ, მაგრამ ფარსადანის მამამ თუ ფარსადანმა უმშვენიერესი დავარი გაიმეტა და ქაჯებში გაათხოვეს დავარი. დავარიც თავის დროზე სხვათა შორის ისეთივე მშვენიერი იქნებოდა ფიზიკურად, როგორც იყო ნესტან დარეჯანი და მე როცა ორმაგო კონცეფტს საუბრობ, წარმოიდგინეთ, როცა ნაწარმოების მთელი სიუჟეტი და მთელი კულმინაციური მომენტი, რომ მე როგორ უნდა დავიხსნათ ქაჯეთის ციხიდან ნესტან დარეჯანი და რა ელოდება ნესტან დარეჯანს, ხო დუვარდურმა თავის ძმის წუთს უნდა მიათხოვოს და ესე გამეტებული და როდესაც დავარი, ფრივი დავარი ბრუნდება, აქ შეიძლება ჩვენ ვიგულისხმოთ ის მომენტი დავარი, რომელიც ერთგვარი მსხვერპლიც იყო, თავისთავად, რომ ქვეტექსტი გვაძლევს სწორედ ამის საშუალებას, როდესაც ნესტან დარეჯანი იბადება, სწორედ უკადრობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არასოდეს არავის კითხვა არ უჩნდება თინათინი სად იზრდებოდა, რა თქმა უნდა, სასახლის კარზე და კოშკი არის სწორედ ამპარტავნების სიმბოლო, ბაბილონის ბოდორისა არ იყოს, ხომ? ის ადამიანში ის ზესწრაფვა, ის სიდიადის განცდა, როდესაც თავი უფალს უნდა გაუტოლოს და რა თქმა უნდა, კოშკში იზრდება ნესტან დარეჯანი და წარმოიდგინეთ დავარს, როდესაც მიანდობს, რომ ნესტან დარეჯანი აღსაჯდოს. აქ ჩვენ შეიძლება ისიც წარმოვიდგინოთ, რომ ერთგვარად, რომ დავარის ჩამქრალი, გათელილი ქალური ცხოვრება, რომელიც არ შედეგა დავარისა და ერთგვარი მობუხებისავით, როდესაც თავს რისხვა სიტყვიერი მუხარა დაატყდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წვეთი არის საჭირო, თვითმკვლელი, როდესაც ამას ჩადის, ხო, ის კი არ არის, რომ საშინელი ტრაგედია ხდება და თქვა იმ წამიერად, იმპულსურად შეიძლება არ გააკეთოს, ხო, გავიდეს რაღაცა პერიოდი, ხო, იგივე ცოტა თვითმკვლელობა გავიხსენოთ, ხო, მე რაღაც
განაცხადა მომენტში, როდესაც უკვე ფინალში მამდე და აღმოაჩინა, რომ ყველასთვის დიმეტრია და თავისი ვაჟიშვილისთვის, აი ბოლო წამში შეიძლება ბოლო წუთიდან გამომდინარე დაისვას წერტილი. სხვათა შორის იმავე ქუსთავოსანში, როდესაც სტალინი ვარდება სასოწარკვეთაში და ასე შემდეგ, თავისთავად რუსთაველის გენიალურობა ამაში მდგომარეობს, რომ რა ეშმაკსა წაუღიხარა სატანას დაწმულდიყო, სხვას ყველას აკავებს. დავარს აძლევს იმის უფლებას, რომ მოიმოქმედოს ის, რაც დავარმა გააკეთა. და ჩვენ გვაქვს უკვე ფორმულა ასეთი, რომ სუიციდი არის განმარტებული სიცოცხლე გასაწყინად, ადამიანისთვის გახდა სიცოცხლე მოსაწყენი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მხატვრული ვაკუუმი. ქართულ წერლობაში ამ თემას არავინ აღარ შეხებია. და რა ხდება ახლა? ქართულ წერლობაში ეს მარტო ლიბერალიზმმა შემოიტანა. ქართულ წერლობაში ეს ფენომენი შემოიტანა ღვთისმწერლობა, ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგმა. იმიტომ რომ როგორც ძველ ცივილიზაციებში ნახეთ, თაში ზნეღირსების გასაყარზე გადის სუიციდი. საკმარისია, ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი, მათ სახელს ოდნავი ჩრდილი ისდგომოდა, რომ ისინი იხებდნენ ამგვარ გადაწყვეტილებას. აი, ყველამ კარგად ვიცით, თავისთავად, ეხლა თუნდაც ის ილუსტრაცია ლიტერატურული ალექსანდრე ყაზბეგიდან ხელისფერი ქოჩადან რომ მოვიყვანოთ და რასაც გუგლში ჩადის და 2012 წელს გამოვიდა მანგოშვილის აბრაგები, სადაც უკვე ის ეთნოგრაფიულად ეს რეალური ისტორიები არის ასახული, აი შაბურა ჩინჭარაული, რომელმაც, აი მე ვამბობ, რომ საკამარისია ჩრდილი მიადგეს, ხო, შეიფარა აბრაგები, მერე როდესაც მიდის იმ ადგილზე მისი სტუმრები ამოხოცილნი იყვნენ, ხმის ამოუღებლად თოფს ამოიღებს, უფროს ძმას თვალს გაუსწორებს და სიცოცხლეს გამოესალმება. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით, რომ აი ზნეღირსების გზაზე გადისდგო, თაში ქალი იყო თუ მამაკაცი თავის გამართლებას არ იცებდა. ეხლა აი გუგუას მომენტით რომ გავიხსენოთ, არ არის საკმარისია ჩრდილი ისდგომო და აი ისინი სწორედ აი მე ვიყენებ ხოლმე თვით ჩაქრობას, სიცოცხლის თვით ჩაქრობა, თავად ვეგანკარგავდნენ ამას, უფრო მეტიც ყველამ კარგად ვიცით ხელსურეთში სწორფრობის მომენტი და აი ნათელა ბალიაობს აი ამ დედას, რომელიც 100 წლის გარდაიცვალა და აღწერილი აქვს ეს ისტორიები და არის ძალიან საინტერესო, რომ საკმარისი ხშირი შემთხვევები იყო სწორედ ხევსური ქალებისა, რომელთაც აი ისეთი სინაზე და მიჯაჭვულება ჰქონდათ თავიანთ ძმობილებთან და ნახეთ აქ ზურა კიკნაძეს აქვს ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ესე იგი კვლევა სწორედ სწორფრობასთან დაკავშირებით, რომ საწლისი ეტაპი არის ქალვაჟობაო, სადაც ეს ერთგვარი სული სიმღერა არისო და როგორ ხდება, იცით, როდესაც გოგონა რაღაც გარკვეულ ასაკამდე მიდის უკვე, აი იმ მომენტში ვაჟი შეიძლება ცოტა უფროსიც იყოს და იყვნენ სპეციალურად ესე იგი ადამიანი, ესე იგი მაჭანკალი არ ეთქმის მაგას, იყო აი ის ადამიანები, ვინც მიხვდებოდნენ, რომ აი ეს ორი ძალიან კარგი სწორფერი იქნებოდა ერთმანეთთან ურთიერთობაში და ჩვენ რაღაცები ცოტა ოდნავ დამახინჯებულადაც არის ხოლმე ხშირად მოწოდებული და აქ ყველაფერი იყო, რომ მათ საერთო ენა უნდა გამოეძებნათ, უნდა ესაუბრათ და აი მერე როდესაც ოჯახი იქნებოდა, იმას ქვია კაცდიაცობა და ხელსურეთში კაცს როცა ათხოვებდნენ, ხშირად იყო ხოლმე, რომ ზოგჯერ ქალი უფროსიც იყო, გარიგებით ხდებოდა და თუ ქალი ამოთხოვდა, რომ არ მოიწონსო და არ გული არ მივიდოდა, ეუბნებოდნენ, კი მაგრამ არ მოგწონს რა, სწორფერი ხო არ არისო, ანუ მოწონების მომენტი იქ იყო, აი იქ იყო, აი ახსნილი ისე რომ აი მთის მძიმე ცოტათი პირკუში ცხოვრ, სადაც საჭირო იყო, რომ შენი ემოციური კარბორბალა, ხულის ეტაპი იყო შინაგანად გამომივიდა, რა, აი მერე შენ უკვე ძლიერი ოჯახი უნდა შეგექმნა, ის პასუხისმგებლობის მომენტი და მაგრამ ქალი ამას საგზლად იტოვებს და ზოგი ხელსური ქალი თურმე იმასაც აკეთებდა, იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ოჯახს არ
შეეძლო ბოლომდე სწორფერის ერთგულიც დარჩენილიყო, ნუ ჩვენი სტაბუს მომენტით ვიცით ამას რა მოხდებოდა. და აქ საინტერესო მომენტია, როცა ძმობილი სიკვდილს გაიგებდა, ხევსური ქალი ძალიან ხშირი შემთხვევებია მე ამის ისინი არის დატირებები და შემორჩენილი, როდესაც საიქიო სამოსის სამზადის იწყებდა, ყველა ხვდებოდა რას აპირებდა, არა ხელს არავინ არ უშლიდა, ნახეთ არ ერეოდა არავინ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და პიროვნული თავისუფლების იმაზე გადიოდა, რომ არ ერეოდა. სხვათა შორის იქვე ახსნილია, რომ მამაკაცი რასაც ეკეცებდა თავისი დობილით დაიღუპებოდა და თუ დობილით დაიღუპებოდა, კაცს იმდენად მნიშვნელოვანი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში ის საერთოდ სწორფრობას წყვეტდა და აი ამით გამოხატავდა ამას. სხვათა შორის ერთ-ერთ თათერაიძეს მარადუს გამოცემული აქვს აღათოს დატირებები, ეს მშვენიერი არის და იცით როგორი საინტერესო მომენტია, როცა აღათოსთან ხელისათხოვნელად მიდიან და ეს არის ულამაზესი აღათო, ეს 18 წლის უმშვენიერესი ასული და ესეთი მაშინ ნათქვამი, რომ ჭორის აბლაბუდაში გაახუდეს, ცივი დასწამეს. და რას აკეთებს, ალაზარს მისცემს თავს და არის საოცარი დეტალი, აი თავისი უმანკოების, სისუფთავების გამო სახატავად რას აკეთებს, იცით რომ მანდილით კაბის ფეხთან კაბას შეიკრავს, რომ მდინარის წყალმაო კაბის კალთა არ წარიტაცოს. აი რაღაც საოცარი ნიშნებები არის ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ერთი საინტერესო მომენტია სწორედ ზურა კიკნაძე ესეთი ზუსტი მიმართულება უამრავის არსებობს ამ თემაზე იგივე ვაჟა-ფშაველა ცნობილი ნარკვევი წაწლობა შავში და ასე შემდეგ სერგი მაკალათიას წაწლობა და სწორლობა, მაგრამ აი ზურა კიკნაძემ ძალიან ზუსტად დააკვირდა იმ მომენტს, რომ სწორფრობა და გაცილებით უფრო არქაულია და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. სწორფრობის დროს ხევსურეთში ქალი მიდის მამაკაცთან და საკმარისია მამაკაცი უშუალოდ მოექცეს ქალს აქვს ქალი წამოდგება. წაწლობის დროს პირიქით სტუმარს უშუალოდ მოქცევა რას მოიცავდა? აი იცი როგორი მომენტი არის, ხო შეიძლება უფრო აქ რაღაცა ძალიან სულიერი და ნაძვი ურთიერთობაც უნდა ყოფილიყო და რაღაცა იმ ტაბუს არ დაგლოვის და ნუ არ ვიცი, წაწლობის დროს ქალი საყურების არა, ამის გარდა ხო შეიძლება და მე იცი როგორი მისამღერებიც არის მაგრამ ზოგჯერ კაფეებში სიმართლის ხوارება არა ფიზიკური შეხება შეიძლება ფიზიკური შეხებაც იმ დონეზე არ შეიძლება მაგრამ ხო შეიძლება ტლანკი ყოფილიყო უხეში ყოფილიყო წაწლობის დროს რადგან სტუმარ მასპინძლობიდან გამომდინარე ის ამას ვერ შედიოდა. მოდით ახლა აი მთის ილუსტრაციებიდან გამომდინარე მე სწორედ ვაჟა-ფშაველაზე მინდა საუბრობ ახლა როცა სუიციდზე საუბრობ და წარმოიდგინეთ აი ესეთი მხატვრული ვაკუუმის მერე კიდევ ვიძახი არა მარტო ლიბერალიზმის ეპოქამ შემოიტანა უკვე სუიციდი შემოდის მხატვრულ აზროვნებაში. ვაჟა-ფშაველა ხომ გენიოსია აი მის თუ შეიძლება ითქვას ასე რომ ვაჟა-ფშაველამ შეძლო რომ ის საოცარი ფილოსოფიური და მისტიური ბმები წინ წამოეწია აი პოეტურად სრულქმნილ სტროფებში. აი მთელი 5 წლის განმავლობაში და 4 წლის განმავლობაში რაღაც დიდი ჯგუფით იმაც ლიტერატორების, პოეტების, იგივე შემოქმედი ადამიანების რომ შეიკრიბონ, ვერავინ ვერ იტყვის აი სიმბოლურად და სახისმეტყველად ისე სრულყოფილად, ხო? რაც თქვა ბახტრიოში თუნდაც ნისლი ფიქრია მთებისა. და ვაჟასთან ეს ნისლი სხვადასხვა ფერის არის, ხან სხვადასხვა სქესისა, ხან არის შავი აპოკალიფსური ჯანყი, რომლითაც ქვეყნიერება უნდა განადგურდეს, ხან არის ვარდისფერი, ოქროსფერი, ფრინველთა წერასავით, ქალური საწყისით, ხო, როგორც ფიქრი ყოველთვის არაერთგვაროვანი არის, მაგრამ როგორი გაშლა შეიძლება არსებობდეს, ვაჟა რატომ არის გენიოსი? მე როდესაც სუიციდზე ვსაუბრობდი, სრულიად განსხვავებული კულტურა არის ინდო-ბუდისტური სამყარო და აქედან გამომდინარე იაპონია, ხო? და აი სწორედ ესეთი
იაპონელთათვის დამახასიათებელია და იაპონელი ფილოსოფოსები ჯერ დავიწყოთ ის, რომ წარმოუდგენელია თუ ხარ იაპონიაში შემდგარი მწერალი, ბუნებრივია აუცილებლად შენ უნდა მზაობა გქონდეს, რომ სუიციდი დაასრულო ცხოვრება. და თვითონ ბავშვებს სკოლაში აი რომ აწერინებენ სოციოლოგიური გამოკვლევები რომ არის, ხო? აი მომავალში ვინ გავხდები, რა პროფესიას ავირჩევ, რა იქ ამის პარალელურად ყველას აღწერილი აქვს საკუთარი სამგლოვიარო პროცესია და ისინი პირდაპირ ამბობენ იმის შესახებ, რომ აი ქორწილზე უფრო აღმატებული არის სწორედ ეს რიტუალიო და აი ამის გამოხატვა და ნახეთ როგორი რაღაცა არის, რას ამბობენ ევროპელებიო სიცოცხლესო არასრულფასოვნად უყურებენო და გადიანო. დაახლოებით ეს გავს იმას, რომ ადამიანს ცალი ფეხი დაზიანებული ქონდეს და კოჭლობდესო. იმიტომ რომ სიცოცხლის ტკბობა, სიცოცხლის ბოლომდე აღქმა წარმოუდგენელია სიკვდილთან თანაზიარობის გარეშე. და ვაჟა რატოა გენიოსი? ღმერთმა გიშველოს სიკვდილო სიცოცხლეს შენითა. ვაჟა მშაველამ სწორედ თანაბრობით შემოიტანა და ყველაზე საოცარი რა არის, ვაჟა მშაველამ შემოიტანა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დანერგა, რასაც ქვია სუიციდის ესთეტიკა. ეს არის გველის მჭამელში, როდესაც გუნდია იკლავს თავს და პრობლემით ასრულებს და ეს ტუმარის სპიტელში, რასაც ჩადის ახალსა. და ყველაზე საინტერესო მომენტი რა არის, როდესაც შენ კითხულობ, აი ეს ყველაზე დრამატული, ყველაზე იმპულსური ეს აკორდი როგორ არის აღებული, რატომ შენობის, აი რასაც თქვი რომ სუიციდის ესთეტიკის ფენომენი რატომ ჩნდება ამ შემთხვევაში. ეს ყველაფერი ჩნდება იმიტომ, რომ ჭირისუფალი მთლიანი სამყარო არის. აი როდესაც მინდია სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, თვარი ეს საოცარი მომენტია, მოზარე ქალის ფერით აღმოიწვერება თვარეზე ძაში. როდესაც იგივე აღაზა სწორედ აი ამ ნაბიჯს გადადგავს, ხო მთლიანი სამყარო, აი ეს პირველქმნილი ჰარმონია იღრუნებს საკუთარ შვილს. და საერთოდ ვაჟასთვის რა არის დამახასიათებელი, იცით, ამასთან დაკავშირებითაც კონიუნქტურაა, როცა პანთეისტად გამოყავთ ხან ანემისტად, აი ის რაც ჩვენ გვაქვს, ყველა სკოლიდან გვახსოვს აღოს მართლობაში თქმული, მამულისა ჩვეულებრივ სულას გადაჩვეული ერი, ხო იონეს აღნიშნეს ეს პერიფრაზი, ვაჟა-ფშაველამ რა დანერგა. ვაჟა-ფშაველა არის ბუნებისა ჩვეულებრივ საებრსულის პოეტი, რომელიც აი აბსოლუტური პირვანდელი სრული ჰარმონიით იღებს ამ ყოველივეს და იცით როგორ იღებს, ვაჟას არ ჭირდება არასოდეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ აი ბალახზე თქვას, რომ მწვანედ ბიბინებს ბალახი, ვაჟას არ ჭირდება შვილს თქოს, რომ ვკითხულობთ, იქ ზედმეტად სისხლის ფერად უნდა შემოიტანოს, იმიტომ რომ სიტყვა ისე მოზოვილად, ისე ზუსტად, ისე ემოციურად არის დათვირთული და ისეთი იმპულსურია, რომ საკმარისია გარედან რაღაცა დაამატო ეს შეფერილობა, რომ აბსოლუტურად ირღვევა ის ჰარმონია, რაც ვაჟა-ფშაველამ ჩვენ შემოგთავაზა. და მინდა გითხრათ, რომ ალექსანდრე ყაზბეგთან სუიციდი არის საოცრად იმპულსური. ეს არორდინალური პიროვნება იყო. იყო პიროვნება, რომელიც იყო დიდგვაროვნ, უმაღლესი არისტოკრატიული ფენის წარმომადგენელი, რომელსაც საოცრად ანებიურებდნენ, რომელიც ისე იზრდებოდა, რომ ფეხქვეშ მთელი ქვეყნიერება ფეხქვეშ უნდა ყოფილიყო გაფენილი და ეს იყო ბოლომდე მასში იყო ის საოცარი სულიერი ამბობი, როდესაც ბოლომდე ბავშვად ის საოცარი მიუსაფრობა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ის სუიციდალური ფიქრი, რასაც თვითონ ვერ დადიოდა რეალურად თითქოს და მისი თითქმის ყველა პერსონაჟი მეტნაკლებად ამას იმეორებდა. აქ სუიციდი შემოდის საოცარი იმპულსურობით, აქ შემოდის აბსოლუტურად სხვა დინამიკით, აი ხისიერად იღებენ ამ გადაწყვეტილებას და თავად მთელი ცხოვრება აი ამ მარყუში ქონდა თავი გაყოფილი მთელი ცხოვრების განმავლობაში პირობითად ფატალური უიღბლობისა და სუიციდალურ ფიქრთა მარყულში და აქ მოხმობილიც მაქვს ჩემ წერილში, რომ ჰერმან ჰესეს ტრავალის გელი გვახსენდება თვითმკვლელთა დასი და თვითონ ჰერმან ჰესეს
ბიოგრაფია და ცხოვრებაც, აი მთელი ცხოვრება ამ ფორმით, ამ ფიქრით შეპყრობილი ცხოვრობდა და ძალიან ხშირი არის ხოლმე, რასაც რეალურად, კონკრეტულად ავტორმა შეიძლება თვითონ იმ წამიერად ვერ გააკეთოს, ეს ქაღალდზე, მის ნაწებში, მის ნაზრებში დაიმთხიოს და მისმა პერსონაჟებმა გადადგას სწორედ ეს იმპულსური ნაბიჯი. სხვათა შორის 2020 წელს გამოვიდა ძალიან ხალხის უცნობ კრიტიკასმა გამოსცა ზაზა აბზიანიძის ეს პორტრეტ ყაზბეგზე და ეს არის ჩანაწერებში ამოკითხული ბიოგრაფია და ზაზას აქვს ერთი მინიშნება, რომ ყაზბეგის ცხოვრებაში, აი ყაზბეგის სუიციდი მოხდა მაშინ, როდესაც ის თავისი სიტუქჭირის გამო იძულებული გახდა, რომ ჟაკო გაეღება. და მე მინდა გითხრათ, აი რომ არ დაგხალოთ ერთი რამ, როდესაც აი ამ კვლევების პარალელურად ქართულ სინამდვილეში მე ვახტანგის სამართლის წიგნს გადავხედე და ასე შემდეგ, ჩვენი ეთნოკულტურა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგია განვითარების აბსოლუტურ მაგაზე იდგა ამ საოცარი დილემის მიმართ, ბუნებრივია ეკლესიას ჰქონდა ის დამოკიდებულება, რომ წესის აგება არ მოხდებოდა და იმ საერთო სასაფლაოზე, მაგრამ დუმილის უფლებას იტოვებდა, მიცვალებული შეურაცხყოფა არ ხდებოდა, არანაირი ფულადი ჯარიმა და სასჯელი არ არსებობდა, იყო რაღაცა, აი თვით შეგნების, რაღაც საოცარი გამოვლინება, იყო დუმილი ადამიანთა სულისრხევის მიმართ. და კიდევ ერთი რამ შეიძლება დავამატო ჩვენი ეთნოკულტურიდან გამომდინარე, რომ ამას ყოველთვის გარეშე აკეთებდა, დამხრობელი აკეთებდა, ბუნებრივია დამნაშავეების სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ ჩვენთან არც სიკვდილით დასჯა სანახაობად არასოდეს არ იყო ხოლმე გადაქცეული. ამ მხრივ საოცრად ჰუმანური ერება. ძალიან დაგალევთ. დიდი ბოდი შეაკვეთო აი ამ ბოლო პასაჟზე ილიას სახრჩობელაზე იგივე ხდება. რუსეთის პერიოდია, რუსეთის იმპერია და ილიას გენიალურობა რაში მდგომარეობს, სახრჩობელა ხო საოცარი რამ არის. სოფლიო ლიტერატურაში თითქმის არ არსებობს. ნუ სიტყვა ტერმინი თითქმის მიყენებ, ამ შემთხვევაშიც ესე მაქვს. სასულიერო პირის არსებობა, რომ ეს წრება ადამიანის სიკვდილით დასჯას, ეს სითამამე და ეს უდიდესი ჰუმანიზმი აქ არის, ეს ნამდვილი ეს არ იქნებოდაო, ნამდვილი ეს ტერტერა იქნებოდაო და აი ძალიან ხშირად თავისუფლებას ვაძლევ, ყველა მწერალი როგორც წინასწარმეტყველი წინარეთ ხედავს ყველაფერს. ილიამ რა დაინახა იცით ყველაზე სასწაული მომენტი. ილიამ შეიგრძნო და დაინახა ის მომენტი სწორედ აი როდესაც ანექსია ხდება, როდესაც გაუქმება ხდება ჩვენი სამეფო არაგვა, როდესაც ერი დაცემის გზისკენ მიდის. ჩემთვის ყველაზე რთული და ყველაზე მტკივნეული მომენტია, როცა ამ პერიოდზე საუბრობ ხოლმე და თან არისტოკრატიაზე, რომ 1832 წლის აჯანყების მერე 1837 წელს ნიკოლოზ პირველი რომ ჩამოდის, ფეხქოჩ გაეგნენ დიდგვაროვნები, ხო? ჩემს სატახტო ქალაქებში ასე არ ხდებია. მელიტონ ბარათაშვილი იყო პრიმა თარჯიმანი და მაიკ ორბელმანს რაც გაუკეთეს, ხო? თუნდაც 1000 უმანკო ულამაზესი ქალწული რომ ერთმიათ, ხო? რამე შეიცვლებოდა. აი ის მერე ბუმერანგივით ბრუნდება ესეთი რაღაცეები, ის რაც მერე თავს დააწყდა მათ, როდესაც გასაბჭოება მოხდა. უკვალოდ სამწუხაროდ არაფერი არ მიდის და აი სარჩობელაზე ილიამ წინარეთ რა წინასწარმეტყველა. მან დაინახა ყველა მაპატიოს ამას რომ ასეთი ფორმით რომ ამბობ, მაგრამ მე მიმაჩნია ძლიერი, აი საოცარი სხვა თემაზე შეიძლება გადავედი, მაგრამ ქართველი ქალი ყოველთვის ძალიან სულიერად ამაღლებული და ძლიერი იყო. როდესაც არმაზის კერპი დაიმსხვრევა რა, ნანა დედოფალი და სალომე უჯარმელი, რომელიც მეფე მირიანის რძალია რევის მეუღლე, 7 წლის განმავლობაში წმინდა ნინოს მრევლია, როცა იმ რხევაშია მეფე მირიანი და წარმოიდგინეთ, ესე იგი როგორი ჰუმანური დამოკიდებულება იმ არჩევანის მიმართ, იმიტომ რომ ყველგან მსოფლიო საეკლესიო ისტორიათა მოქცევაში პირიქით ძალიან ხშირია, რომ აი სანამ მოხდება მოქცევა, იქცევა სასტიკად და მერე ხდება აბსოლუტურად მისი სახეცვლილება. და
აი რა ფორმა არსებობდა ქართველი ქალის გონიერებასთან, სიბრძნესთან მიმართებაში, ის რაც ბედი ქართლისაში არის სოლომონ ლეონიძესთან დაკავშირებით, ეს ის კი არ არის მივიდა და ცოლს სწორად მოუყვა მეფე ერეკლე რას აკეთებდა, მას სახში თანამოაზრეელოდ იგულისხმა გონიერი, ჭკვიანი, რომელსაც გაენდო თავის გულისწყროს, თორე ეს კონფიდენციალური მომენტი იყო. ქართველი ქალის გონიერება და სიბრძნე მნიშვნელოვანია და სარჩობელაზე იმედა რას ხედავს. დედაკაცი და ბალღი ესწრება და ეს თუნდული არ ექნებაო. მან დაინახა, რომ ქართველი ქალის ბუნება იცვლება და სამწუხაროდ დღეს სიძლიერე აგრესიის ტოლფასად არის ხშირად დანახული ხოლმე, რომ ვიღაცაზე ითვლიან, რომ აი რა ძლიერია, რა მამალი ქალია, როგორ იცავს თავს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის ჩაქრობა დაინახა ილიამ. აი ამიტომ ზნეობრივი დისკურსი და აი ეს მომენტი რაც არსებობს და ქართული მწერლობა ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ წინარედ იკვეთება ყოველთვის ის საფეხურები, აი სად არსებობდა სხვათა შორის აი წეღან ვაჟა ვახსენე, ხო? და მე 91 წინარე განათლებით ბიოლოგიური ბიოფიზიკა დამთავრებული უნივერსიტეტში და აი 80-იან წლებში ეკოლოგია აი რაღაც ისეთი გვერდზე მდგომი დისციპლინა მაშინ იდგავდა ფეხს, ხო? ვაჟამ როდისი წინასწარმეტყველა ბუნებასთან გამაყენებული ადამიანის რასაფრთხე არსებობდა. 1900 წელს მე ვამბობ, რომ აი ეს პატარა ნოველა სკოლაში კი არა, ხშირად უნდა გადავიკითხოთ ყველამ რა წინასწარმეტყველა, რომ აი იწყება მე-20 საუკუნე, რომელიც ბრბოს საუკუნე, როგორც უსწავლებელმა წინასწარმეტყველა იყო, რომ ამ იზმებით ხო რა გველოდა ის საშინელება და აი ამ პატარა ნოველაში მგელში, როცა მგელს აღარ უნდა მგლად ყოფნა, აი ის სისხლიანი ის რაც ცხოვრებითაც ბიოგრაფიით ცხოვრობს და ფაქტობრივად რა არის ხშირად მერე გაგრძელდა მთელი ეს პერიოდი. მე ვამბობ ზოგადად მსოფლიო საზოგადოებაში საქართველოს არ ეხება მარტო, ხო? როდესაც აი მგლური კანონით რომ შენ უნდა იყო ძლიერი, შენ უნდა იყო ყველაფრისგან თავისუფალი და ვაჟამ როგორი ფორმით შევახსენა, რომ აი ჩვენ ეს რამდენად საფრთხეა და რა ბუმერანგები დაგვიბრუნდება. ქართულ მწერლობაში სწორედ აი ამგვარი საოცარი ეს არის მოცემული ყოველთვის წინარე გაფრთხილებები, რა საფრთხე შეიძლება მე წარმოვიშვას და აი ილიას არქობელაზე რომ თქვით, იცით რა საინტერესო მომენტია წერილით უსაღებისათვის და ეს წერილი როცა 80 წელს ეს დაიწერა და სამ დროებაში აქვეყნებს წარმოიდგინეთ ილია მე 80 წლის დროებაში მაისის თვეში წერილით უსაღებისათვის წერილი და ამ წერილში იცით რას წერს აი როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რომ მავალი ევროპის ქვეყნებში ასე არის პენიტენციალური სისტემა და ილია წერს რომ დღეს ევროპაში უკვე მიხვდნენ იმას რომ ამგვარი დაწესებულებები როგორი უნდა იყოს რომ იქიდან როდესაც მცირე დანაშაულზე არ ავაზაკს დაიჭერენო იქიდან უფრო დიდი ბოროტამაქმედი არ გამოვიდეს უნდა გაიხსნასო სკოლებიო წიგნები უნდა მოიტანოთო ბიბლიოთეკა უნდა არსებობდესო იქო რაიმე ხელობა უნდა ვასწავლოთო და რაც თავარია უნდა გვახსოვდესო ჩვენი მოძღვრისო ჩვენი მასწავლებლისო იესო ქრისტესო დარიგებაო რომ აი ამ ტიპის ადამიანს ყველაზე დიდი მკურნალობა ჭირდებაო როგორც სნეულს ჭირდებაო სულის ხსნისთვისო და იქიდან არ უნდა გამოვიდესო უფრო დიდი დამნაშავება წაიკითხა იმპერიის მოაზროვნე საზოგადოებამ როგორც ხდება ხოლმე გვერდზე გადავდეთ ეს ყველაფერი და აი ხშირად არ ხდება ხოლმე რაღაცის გადასვლა სიტყვა გამარჯვება მაპატიეთ ვერ მომხდომა ხოლმე და დაკავეს. ეს საუკუნეში უკვე ძალიან გამოზარდებული პარტაკული სიტუაცია თავს. უშინეთ წავეწყდით ელექტრონს არ გაათხოვა ანუ მამა, ქალიშვილი ამაზე რა ქვია ის არჩეული გულის წორზე და ქალმაც მოიყვა თავი, წერილი გაუგზავნა და მე ვავანაც მოიყვა თავი. რომელი
და საერთოდ ერთი რაღაცა მომენტი თუ შეიძლება აი რა ხდება იცით რომ იმ პერიოდში ხო არ არსებობდა და მე როცა უკვე თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისი მე-19 საუკუნეში როცა უკვე პრესა და აქ რაღაც ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია საერთოდ როგორი რაღაცა ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით როდესაც იწყება ახალი საუკუნე როდესაც ერთი მომენტიდან მე მასე გადადის მე წაკითხული მაქვს სწორედ აი ესეთი სინკრეტული პროფესიები რო არსებობს ხო ფილოსოფოსი რომელიც ძალიან კარგად ეხება ასტროლოგიაშიც და აი მისი ნაშრომი 1-20 წლის წინ როდესაც სანამ ეს საუკუნე დაწყებოდა უფრო დიდი ხნის წინ რომელიც წერდა ასეთ რაღაცას რომ აი ყველაზე მეტად რაღაც ერთგვარ მოდურ ტენდენციათა შეიძლება აი მე-19-ის მიწურულს სერიულად ხდებოდა ეს ყველაფერი რომ პლანეტათა შორის ყველაფერი ისეთი გადაადგილება ხდება რომ ადამიანები ვისაც უფრო ლაბილური ნერვების გააჩნიათ, სუიციდალური ფიქრი, აპოკალიფსური განწყობა, რომ აი მეორედ მოსვლა როგორ ხდება და ამგვარი ჩანაწერები. მე განაიმიტომ რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში არის მარტო გაუსაცვლისი ეკონომიური პირობები, ხო? აი ნებისმიერი ახალი საუკუნის დასაწყისვა, საუკუნის დასაწყისში ხდება აი პროცესების აბსოლუტურად გააქტიურება და აი შუა პერიოდები მერე ნებისმიერ მასში საუკუნეში შედარებით უფრო მდორედ მიდის და ეს წერდა ყველაზე სახიფათო იქნება ახალი 1000 წლეული რომ დაიწყება ეს საუკუნე საერთოდ მოსატანია იქ ფიზიკური ჯანმრთელობა იქნება სამედიცინო თვალსაზრისითაც არის ეს საკითხი განხილვა. მე კიდე ვფიქრობ, რომ არა მარტო მაგ შემთხვევაში ყოველ ადამიანები თავს. რა თქმა უნდა, რაზეც თქვენი საუბრეთ, როცა ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთ სოციუმში ცხოვრობ, სადაც შენი ღირსების შელახვა ტოლფასია შენი განადგურების და მეორეც არის გარემოებები. როცა უეცრად ხო, ნუ ეს ყველაფერი ექცევ ესეთ გარემო კი არის მოსაზრება თუ არ ხარ ამისკენ მიდრეკილი, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყო მიდრეკილი და გარემოებებმა საერთოდ როგორ არის იცით აი სუიციდოლოგები ვინც არიან და ამ თემაზე პირდაპირ წერენ რომ ადამიანი რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ამ თემაზე ლაპარაკობს არასოდეს არ მოიკლას თავი და ის ადამიანი ვინც აბსოლუტურად ამ თემაზე არ ლაპარაკობს აი შეიძლება წამში აი რა ხდება ჩაქრობა აი იცით რა არის იმიტომ კი არა ის სიცოცხლის ჩაქრობა გასაწყინ შენაქრობ შენში აი ამის თავად წამიერად აბსოლუტურად ყველაფერი მას შეიძლება დაკარგოს. არ უნდა ჩავარდეს ბუნებრივი ადამიანის ასოციაციებში გასაგებია, მაგრამ ასე დაყოთით ხშირად არ ხდება და აი არ უწევდა რამდენად თქვენთვის მის აი სულის ხევის ეს ბიძგები როგორ იწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ჩვენს გარშემო, როდესაც ადამიანებს ფიზიკურად რაღაც გაუცათლის ამის გაგება უფრო ხდება, ეხლა კიდე შედარებით და მაგრამ აი სულის რა გაძლიერდი და როგორ შეიძლება და არადა აი ეს ვიბრაცია რო იწყება შიგნიდან და ეს სულის ამის გაძლება ძალიან მithulია ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ის მით უმეტეს აი შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანს რომელსაც გვარი ასოციაციური წარმოსახვითი აბარა გალაქტიიდან პირველ სემინარის პირველი კლასიდან რამდენად ხო ის სულ ქონდა კარბონჯავის სემინარის პირველ კლასში მასქნა და გადაარჩინეს და პირველად ოღონდ ინიციალებით იყო აი თავი როგორ გადაწყვიტა და აი როგორ გითხრათ იცით მართლა უმძიმესი თემაა და აი პირადად როდესაც აი ამ ყველაფრის ეს მოხდა ისე რომ აი თემაზე დავიწყე ფიქრი და აი ძალიან ესეთი ეს არის რაღაცა ცოტა მრგვალი მაგიტატში და ეს ფიქრი ყოველთვის მოწონებდა მაგრამ ცხოვრებაში ხო დგება რაღაცა მომენტი და მოდით გამოვწყდები და ვიტყვი რომ ჩემში ეს მომენტი გამოიწვია რა მოხდა ისე თქვენი მორჩილს ძალიან შემთხვევით საერთოდ რომ ამას ვერ წარმოვიდგენდი სტომატოლოგთან გამომდინარე აღმოჩნდა ცეფეპათიტი და ეს ელიმინაციის პროგრამა რომ იყო ძალიან ისეთი ის არაფერი არ მქონდა დაზიანებული რომელიც იყო ურთულესი პრეპარატები ის სამთვის განმავლობაში ადამიანებს ძალიან გაუჭირდა და რომლებიც იწვევდა ამგვარ ფიქრს, აი დეპრესიულ და ასეთ მომენტებს
და აი ეს პირველი ინტერფერენტი ჩემ ხანებს ქონდა გოგოს და კინო დადნა საერთოდ და მე რა მე ლექცია- წერაპატიტი არ გქონია. ხო, მე ლექციებს ვატარებდი მარიკა იმ პერიოდში და აი ვეფხისტყაოსანზე და ვაჯაზე და წერმაში და აი ამით თავი აი რაღაცნაირად შემოვიდა, ხო, აი თვით გადარჩენის რაღაცა ინსტინქტი, არა თავს კი არ მოვიკლავდი, მაგრამ აი რაღაცა უფერული გახდა ცხოვრება, რომელიც ეს რაღაცა დაგაწება რა? რა ვიცი რატომ ამიმართულები წავიდა ფიქრი. ხო, თავისთავად ეს გამოიწვია ამ მომენტში. რამაინდეს აკუნინის ამ წიგს რუსულ რა ქვია ზუსტად ხო არ თქვა? ლიტერატურული თვითმფრინავი. ლიტერატურული თვითმფრინავი. ქართულად კარგი გერმანია სხვადასხვა. არა, არა, მე ორივე მაქვს წაკითხული და მოხდა ისე, რომ აი ზოგჯერ რაღაცას კარგად თარგმნი. ძალიან სქელი წიგნია, ხო მეთქი. ეს ხარაპირი მაინც სხვა რაღაცაა. ნახეთ, იქ როგორ არის, იქ როგორ არის. უსუის გარეშე არ არსებობს. ის garaში უსუი. ხო. წინასწარ და ჩამოაყალიბოს რატო ისმის რატომ წინასწარ ისე ვერ ხო, გააკეთე? მაგრამ მაინც რა საშინელი ნახეთ, იქ როგორი მომენტია არის მართვის. გაწოლებული თუ რა მოიწია. ხო. არა, ეს რიტუალამდე არის. ხო, აი ბუსტიდოში არის და გეიშეფისთვის არის იროდო, როხასთვის ნეოპრიზმის და იქ როგორ არის, იცით, ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ადამიანის ხელთან დაკავშირებით, აი აბსოლუტურად სხვა აზროვნება შემოდის. და ასეთი ინტერპრეტაცია, რომ ხელი შეიძლება ცოდვისკენ წაგიწდეს, თვალმა შეიძლება მოგათხოვოს. ყველაზე წმინდა ადამიანის სხეულში არის ჰარი, აი ხარაკი ტერმინი აქედან მოდის, ჭიპი, ეს არის, რომელიც არის მსოფლიო ჭიპის სიმბოლოს წარმოადგენს და ადამიანი ამის მატარებელი არის. და მე მთელი ამ რიტუალური და აი ცოტათი ქვევით, სადაც არის აი მისტიური ხაზი იმ ადგილზე უნდა მოხდეს და გეიშა, რომელიც აი სიცოცხლეს თვითმკვლელობით გადაწყვეტს, იმიტომ რომ აქაც მთელი წინაპირობა არის, ის მიჯაჭვულობა, მისთანაც მას ურთიერთობა აქვს და ბოლო ეტაპია, რომ ერთგულებიდან გამომდინარე, თქვა ამ ნაბიჯს დგას. თეთრ კიმანოს ჩაიცნობს აუცილებლად და გეიშა თავს იკლავს როგორ საძილე არტერიას გადაიჭრის და თან ნელად ირხება და მეწამული ფერის ყვავილი სისხლთან დაისახოს. აი სუიციდის ესთეტიკას. და ესენი ამ ყველაფრის შესახებ, აი რაღაც ისეთი ფორმით იმაშურებიან და აი ამ თემაზე არა სიღრმისეული და აი ვაჟასთან ეს არის აი უმაღლეს დონეზე. ვაჟაზე რა ვიცი ცრემლები ცუდად. ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ აი ეს შეგრძნება თაში რაღაც სხვანაირად მოდის თავისით. უნდა იმ ზეიმის მომენტში. მე ეს და იგი ალბათ ჩვენ ყველას გამოვიცეთ ჩვენი ნაცნობები, რომლებიც უცებ წასულა აი ამ გზით. არა და თქვენ ბრძანეთ, რომ იმან შეიძლება ილაპარაკოს და არ გააკეთოსო. ის რაღაც ისე ერთ-ერთი მახსენდება. უცებ ამბობდა, აი და ესეთი შეგრძნება იყო, რომ აი რაც ალაპარაკო კაცო, ყველაფერი კარგად მიდის, ოჯახი აწყობილია. ყველაფერი ოჯახი აწყობილია, არაჩვეულებრივი შვილები, მეუღლე გადასარევი, საერთოდ ოჯახი შესანიშნავი და რაც მთავარია აი ამ დროისთვის მატერიალურადაც ყველაფერი რიგზია. ის კი არა იქით შორის და უცებ არაერად უჭირდა ესე. თუ შეიძლება ერთ პატარა ციტატას აი ამით დავასრულებ, მერაბ მამარდაშვილის არის და აი რაღაც ესეთი არის სიკვდილი და არის მკვდარი სიკვდილი. მათ შორის დიდი განსხვავებაა. სიცოცხლიდან ნებისმიერი წასვლა უნდა იყოს საჯარო, ხმამაღლა სახელდებული და საყოველთაოდ გაცხადებული. მაშინ ეს სიკვდილი სიცოცხლეში მონაწილეობს. აი ეს არის ესეში. აი ცოტა ჩემთვის პირადად მამარდაშვილის ერთი ფრაზა მღერა. მხოლოდ მაშინ გაგიგებენ, როცა გაგიგებენ, ეს ვერა. რა დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა.
დიდი მადლობა ისე გამიტვირთი. არა, აი ნახეთ როგორი რაღაცა არის ეხლა ქრისტიანობა ნახე როგორი რაღაც არის 1891 წელს ამერიკაში მიიღეს კანონმდებლობა რომ ის ვინც ესე იგი სუიციდს გადაწყვეტს 20-იან პატიმრობას და გადაარჩენდნენ 20-იან პატიმრობას უშლიდნენ ესე იგი სუსტი ფსიქიკის ადამიანია ვერ უძლებს ამერიკაში მესამე კანონებია ერთი კანონმდებლობა რომელიც შტატში თუნდაც აკრძალულია მეორე არა თავი რა ხდება იცი აი ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპზე აი მაცხოვრის მოწამეობრივი ის და არა მეორე მესამედან რომ იგივე გზას გადიოდნენ და მე გამოცხადდა ეს აბსოლუტურად ეხლა და მაშინ ევროპაში მიაჩნდათ რომ თვითმკვლელთა აი ეს რატო პატიებლად რატო ეცეოდნენ თვითონ გვამებს რომ მიაჩნდათ რომ ვამპირები წარმოუშვენ და იმ ქვას იმიტომ აფარებდნენ სოს გულში არჭობდნენ ვამპირებს და ამ თავისებაზე სახელზე ლოდს აფარებდნენ აი ზუსტად ის და ამ დროს როგორი ჰუმანურები და აი ეს ქვეცნობიერა ყველა საშოროს ღმერთმა მაგრამ ну ახლა ჩვენი ასაკიდან გამომდინარე ყველას მეტნაკლებად ერთხელ მაინც ამ ტიპის პანაშვიდზე ყოფილ ვარ სხვა დროს როცა პანაშვიდებზე რაღაცის გადალაპარაკება ხდება რაღაც აი ამ ტიპის მასე როცა მოხვდები და ადამიანი როცა თვითმკვლელობით აღწევს სიცოცხლეს იქ ყველა მდუმარეს და არის აი საყოველთაო დანაშაულის რაღაც ესეთი ძიმე მუხტი იგრძნობა რომ აი როიძებდნენ ვაკის პარკში გიორგი გახელაძის არა ოღონდ იცი როგორი გააზრებული თვითმკვლელობა იყო მომზადებული წაიღო ეს არაყით რაღაცა საერთო ვარშავა და იმდენი დალიაჯე რომ მე დაეყოლებინა კიდე ეს რაღაც ჩემმა მეზობელმა გააკეთა არა გადავიდეთ არა აი იმ დღეს დალიაჯე არც მე შევდა უკანა მიიყვანა თავი იქამდე რომ დაებედეთ ეს შეჯიბრება ხარ მოხდა ეკოს აი ეს რომ მითხარით რომ ეშმაკი შეუჩდება აი უცებ რომ კაცო თავი ჩამოიჭრას რა იქნება ადამიანებს აქ საშუალებით შინაგანი განცხები რაღაც სხვას არ უზიარებენ და რომელიც იმის შეძლებაა მიახური ხარ ო მეორე თქო კეთი საყარლის კაცის კეთი ქსენოფონტეს ანაბაზში არის კარდიხეთა რო ჩაივლის ისინი ყრიან მოხუცებულებს კლდეს ანუ ეს ნამდვილად